გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა მოგიყვეთ ერთი პატარა ამბავი მარკ ტვენის ცხოვრებიდან, როცა მან 21 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ იმისთვის რომ გამდიდრებულიყო ბრაზილიიდან ამერიკაში შემოეტანა კოკას ფოთლები და მონოპოლია დაემყარებინა და ეშოვა ძალიან ბევრი ფული. ამჟამად ვკითხულობ მარკ ტვენის ნაწარმოებებს, ვეცნობი მის მოვაწეობას და ვკითხულობ მათ შორის მის ბიოგრაფიას, რომელიც დაწერა რონ ჩერნოუმ და სწორედ იქ ამოვიკითხე ეს ამბავი. და ეს ძალიან საინტერესო წიგნი არის ეს ბიოგრაფია, რომელშიც რონ ჩერნოუმ ეყრდნობა ძალიან ბევრ წყაროს, მათ შორის თავად მარკ ტვენის ბიოგრაფია, ავტობიოგრაფიასაც და იქიდან გვიყვება გარკვეულ ეპიზოდებს. და ძალიან დიდარი და დეტალურად არის განხილული ამ წიგნში ყველაფერი და ამაზე დაყრდნობით ვაპირებ, რომ ძალიან ბევრი ვიდეო გავაკეთო და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრო, მათ შორის ამერიკის კულტურაზეც, იმიტომ რომ რონ ჩერნოუს და ზოგადად მარკ ტვენის ბიოგრაფების აზრით, ის რომ მარკ ტვენი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ცნობის მოყარებების გამო სულ რაღაცას ეძებდა და რაღაცას აკეთებდა და ძალიან კარგად გაიცნო და დეტალურად გაიცნო მთელი ამერიკის კულტურა და მენტალიტეტი და მე ეს გადმოგვცა ყველაფერი თავის ნაწარმოებში, სწორედ ამიტომ არის ის ესეთი მნიშვნელოვანი მონუმენტური ფიგურა. არა მარტო ამერიკულ, არამედ ზოგადად მსოფლიო ლიტერატურაში ის ითვლება თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის და თანამედროვე ამერიკული რომანის ფუძემდებლად და აი ეს მთელი ამბები, რაც მას თავს გადახდა, ამ ყველაფერმა იქონია ძალიან დიდი გავლენა, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ ის ისეთი უშუალო ადამიანი აღმოჩნდა და ბევრ რაღაცაზე იქონია გავლენა ამერიკულ კულტურაში და ამის შესახებ მინდა რომ გავაკეთო სხვადასხვა ვიდეო. რაც შეეხება თავად კოკას ფოთლების ამბავს, თურმე სემ კლემენსი, ანუ რაც არის მარკ ტვენის ნამდვილი სახელი და გვარი და ზოგადად საკუთარი თავისთვის და მისი ახლობელი ადამიანებისთვისაც იყო სემი, უბრალოდ სემი. რიგი მიზეზების გამო, მათ შორის ზოგადად მენტალიტეტი და კულტურა რაც იყო ამ ქვეყანაში და თვითონაც იხსენებს მაგალითად ერთ-ერთი მომენტი, როდესაც მისი აზრით ამერიკულ მენტალიტეტში გარდატეხა მოხდა და ეს ხალხი იქცა შეპყრობილად იმ იდეით, რომ ყველა უნდა გამდიდრებულიყო და წარმატებისთვის უნდა მიაღწია, ეს იყო კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება, როდესაც მისი სკოლის მასწავლებელიც კი აიყარა და გადავიდა კალიფორნიაში იმისთვის, რომ ოქრო ეშოვა. ის გარშემო რაც ხდებოდა მამამისი, რომელიც მუდმივად მთელი თავისი ცხოვრება უშედეგოდ ცდილობდა, რომ გამდიდრებულიყო, ან რაღაცა საზოგადოებრივი დიდი პატივსაცემის სტატუსისთვის იეღწია და ამ ყველაფერმა იქონია გავლენა მასზე, რომ ეს სულ მუდმივად რაღაცას ჩალიჩობდა, ასე ვთქვათ. ხო და მოკლედ 18 წლის ასაკში დაადო თავი, წავიდა სენტ-ლუისში, მე იქიდან გადავიდა ოლბანიში, მე გადავიდა იქიდან ნიუ-იორკში, მე გადავიდა ფილადელფიაში, იცხოვრა ცოტა ხანი, მოიარა მთელი ამერიკა ფაქტობრივად და მე 21 წლის ასაკში ცინცინატიში ჩავიდა, ოჰაიოში, სადაც ერთ-ერთ სტამბაში მუშაობდა და თურმე იქ უპოვია ახალ გამოცემული წიგნი უილიამ ჰერდონის მოგზაურობა ამაზონიის ხეობაში საზღვაო დეპარტამენტის დავალებით. დააინტერესა იმან, რომ თურმე ავტორი აღწერდა, როგორ მშვიდად და მოთმინებით მუშაობდნენ ინკები ანდებში მდებარე ვერცხლის საბადოებში, მას შემდეგ რაც დაღეჭავდნენ კოკას ფოთლებს. ხო და ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით მარკ ტვენის ნაწარმოებიდან, რომ ამერიკას გიჟები არც მაშინ აკლდა და ალბათ ამან იფიქრა, რომ ეხა წავალო, იქიდან რომ ჩამოვიტანო ამ შენ ფოთლებსო, დავაღეჭინებო ამ ხალხსო, ფულსაც ვიშოვიო და იქნება ქემაინც ცოტა დავამშვიდო და დავაწყნარო სუყველაო და გადაუწყვეტია მოკლედ აი ამ ამბავში ჩართულიყო და იქ მოგონებებში წერს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ თემაზე ფიქრობდა, იქ ეძებდა და ფიქრობდა იმ როგორ ჩასულიყო ბრაზილიაში, ერთ-ერთი შტატი ყოფილა პარა და იქ უნდოდა ნიუ-ორლეანსიდან, იქ რო ჩასულიყო და იქიდან წამოეღო მე ეს ყველაფერი და გამხდარიყო კოკას იმპორტიორი ამერიკაში. ხო და ჩერნოუ წერს, რომ აი ეს ეპიზოდი კარგად ასახავს მთელ მის მომავალ ცხოვრებას, იმიტომ რომ ზოგადად აი ყველაფერი ესეთ რაღაც ბიზნეს ამბები, რაშიც კი იყო გახვეული და ჩართული მარკ ტვენი, იყო ესეთი ძალიან გრანდიოზული გეგმები, რომელიც ხშირად არ ითვალისწინებდა რაღაცა პრაქტიკულ დაბრკოლებებს და რისკებს და როგორც ჩერნოუ წერს, ზღვარი ხშირად გადიოდა ოცნებასა და სიშტერეს შორის. და თავადაც წერს მოგონებებში ციტატა, რომელიც მოყვანილი არის ამ წიგნში, რომ ძალიან ბევრჯერ წავიტეხეო ცხვირიო, მაგრამ რადგი და ვერასოდეს ვერ ვისწავლე ჭკუაო. ხო და რაღაცნაირად გამახსენდა 90-იან წლებში ყველას ვყავდა ეგეთი ნათესავი, ალბათ, რომელიც აი ესე გრანდიოზულ რაღაცებს ჩალიჩობდა ხოლმე და ნუ არ გამოდიოდა რა, ან გემი იძირებოდა, ან ქვეყანა ამოტრიალდებოდა, ან ომი დაიწყებოდა, ან რაღაცა კატასტროფა ხდებოდა და აი დღე-დღეზე უნდა გამდიდრებულიყო და არასოდეს არ გამოსდიოდა.
იცოდა, ხო და როგორც აღმოჩნდა მარკ ტვეინის თურმე ეგეთი პიროვნება ყოფილა. ხო და იქ უპოვია ვიღაცა ორი ჩალიჩა ტიპი ცინსინატიში, რომლებთანაც თავის ძმებს თურმე ატყუებდა, რომ არაო, ეხა ისინი ჩავლენო ნიუ ორლეანში ჩავალო, ესენი ჩავლენო ბრაზილიაშიო, იქ რაღაც თემებს დაალაგებენო, გამომიგზავნიანო მეოცნობებსო, რა მოხდება, როგორ მოხდებაო და მეერე ყველაფერს ავაწყობთო ჯიგრულად თუ რაღაცა და ორი პარტნიორი ვინც იპოვა, ესენი ორივე შემოეცალა, იმათმა თქვეს რომ ალბათ რომ არ გვინდაო მოკლედ ამ ყველაფერში მონაწილეობაო და ამან გადაწყვიტა რომ მაინც წასულიყო ნიუ ორლეანსში. ხო და მოკლედ დაუდია თავი და წასულა ნიუ ორლეანსში, სადაც გაუგია რომ აი ეს გეგმა რომელიც ქონა აწყობილი რომ იქიდან გემით უნდა წასულიყო ბრაზილიაში, აქედან გემი საერთოდ არ მიდიოდა ბრაზილიის თუ ზოგადად იმ მიმართულებით, სადაც ამას უნდოდა წასვლა და არასოდეს არ გასულა და მთელი ამ საუკუნის მანძილზე ალბათ არც იგეგმებაო ესეთი პასუხი უთქვიათ მისთვის და მოკლედ აი ესე ჩაეყარა წყალში და გაემაზა ეს ოცნება. ზოგადად მისი ცხოვრება სავსეა ესეთი თავგადასავლებით, ზოგი ჩვენ ვიცით რომ ტომ სოიერი დიდწილად დაფუძნებული არის მის ცხოვრებაზე, პერსონაჟები რომლებიც იქ ყავს მოყვანილი, ისინი რეალურად არსებობდნენ და ამაზე ჩერნოუთს წერს ამ წიგნში ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ვიპოვოთ და გავიცნოთ, რომელიც ამ მის წიგნებში არიან და შეგხვდებიან და შესაბამისად ვაპირებ რომ ესე უფრო უკეთესად და მეტად გავეცნო ამერიკის კულტურას და ცხოვრებას და ისტორიას. გამოცდილება რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა ეს რო უკვე ცოტა შემოქმედებითი თვალით დანახულ ამერიკას რო შევუხამო და აი ამ ძიებაში და აი ამ შესწავლაში ვარ მოკლედ აქაურობის და ამ გზაზე თქვენს გაგიზიარებთ, რასაც ვიპოვი და შესაბამისად თუ დაგაინტერესებთ ესეთი კონტენტი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაასაბსქრაიბეთ და აგვისტოში ამ ყველაფერს დავწერ, დავალაგებ, გადავიღებ და სექტემბრიდან უკვე ნელ-ნელა დავიწყებ ვიდეოების დადებას. მაგალითად პირველი ვიდეო რომელიც მინდა რომ გავაკეთო მარკ ტვენზე იქნება მისი დამოკიდებულება სწავლის და სკოლის მიმართ და ეს როგორ აისახებოდა მის ნაწარმოებებში და მე ვთქვათ ამან დამაინტერესა რომ იმ დროს საქართველოში როგორ იყო სწავლა-განათლების სისტემა და სკოლის მიმართ დამოკიდებულება და რა ისწავლებოდა, ამებზე რაღაცეები მოვიძიე და აი ამ ყველაფერზე რაღაცა პარალელები და ესეთი აღმოჩენები საინტერესო რასაც ვნახავ, ამებს გაგიზიარებთ ხოლმე ამ ვიდეოებში. დიდი მადლობა რომ მიყურებდით.